სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და თითოეული წირვისათვის და იმ მადლისათვის, რასაც ჩვენ უფალი გვანიჭებს, რომ ქრისტეს გზაზე ვიდგეთ. მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. სამშაბათს დილით იქნება 9 ნახევარზე სამეუფო ჟამნობა, დიდი ჟამნობა, ასეთი წინ უძღვის ხოლმე ყოველთვის ქრისტეშობასაც, წინ უძღვის ხოლმე ნათლისღებასაც და იქნება ასევე წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია. ეს წელიწადში საერთოდ 10 ჯერ არის წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია და სამშაბათ დილით ჟამნობა იქნება და შემდგომ იქნება ეს წირო. და სამშაბათ ღამით უკვე იქნება ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა, რომელსაც 9 საათზე დავიწყებთ. დღეს არის ხსენება იმ პირველ მამათა და დედათა, რომელიც ესე იგი ძველ აღთქმაში არიან მოხსენიებულნი და ადამი და ევადან დაწყებული, ესე იგი. აი მთელი წმინდა წერილი რომ შევაჯამოთ და რამდენიმე წინადადებით გამოვთქვათ, რას გვიყვება, რომ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი, როგორ ჩავარდა ცოდვაში ადამიანი, როგორ დაეცა ღმერთმა აღუთქვა მხსნელის მოვლინება და როგორ დადგა ის სანატრელი ბეთლემის საღამო, როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. როგორ ეცვა ჯვარს ადამიანთა გამოსახსნელად, ამაღლდა, აღსდგა ჯერ, ამაღლდა და მოჰფინა სული წმინდა. და დღესაც ადამიანს, ეკლესიურ ადამიანს, ეკლესიას თავად მართავს სული წმინდის მადლი, სული წმინდის მადლით არის. და დღეს არის იმ წმინდა მამათა და დედათა ხსენება, ვინც ემსახურა აი ამ განგებულებას, რომ მათი შთამომავლობიდან უნდა მოსულიყო ღმერთი ადამიანად. აი წმინდა მამათა ხსენების დღე არის დღეს იმ წმინდა მამათა და დედათა, რა ხაზიც გაიარა აი ამ განგებულებამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო. ზოგი აი ამ ისტორიის განმავლობაში არ აღმოჩნდა ღირსი, რომ მისგან გაგრძელებული იყო ეს ხაზი. და რადგან ღირსი არ აღმოჩნდა, მაშინ მეორე ძმისგან გაგრძელდა ეს და ასე შემდეგ. ესეთი მოვლენები ხდებოდა. ანუ საუბარი რაზეა, რომ ესე იგი ადამიანი მოწოდებულია ღმერთს ემსახუროს, მაგრამ თუ ის უღირსი აღმოჩნდა, განო ღვთის განგებულება აქ კი არ შეჩერდება. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ჩვენთვის ყველაზე უფრო ესეთი თვალსაჩინო მაგალითი. მაგალითად, მაცხოვარმა 12 მოწაფე გამოირჩია. ამ 12-დან ერთი არ აღმოჩნდა ღირსი აი ამ 12 მოწაფეთა შორის ყოფნისა. მაგრამ 11 კი არ დარჩა მოციქულთა რიცხვი. მაცხოვარმა კვლავ გამოირჩია მე-12. იუდას წინ მატათია გამოირჩია მაცხოვარმა. ისე რომ აი რაღაცა ადამიანზე რომ არის მინდობილი, თუ ის არ გააკეთებს, განა სხვა მისი გამკეთებელი არ გამოჩნდება, გამოჩნდება. შეუძლელი ამ სამყაროში ღვთის გარდა არავინ არ არის. შენ რაც დაგევალა ადამიანს, თუ არ გააკეთებ, მოვა და ღმერთი სხვას მოიყვას და სხვას გააკეთებინებს. ყველაფერზე ესე შეიძლება ითქვას. გინდათ საერო თუ გინდათ სასულიერო მსახურებაში დაუშვათ, რაღაცა დაგევალა, მცირედიან თუ იმ მცირედ შეასრულებ, ღმერთი უფრო დიდს მოგცემს. მაგრამ როგორ იყო აი ბოროტ მევენახეებზე რომ არის, იგავ უფალმა ჩააბარა, იქ იგაურად სახლის პატრონმა ჩააბარა ვენახი მუშაკებს, მაგრამ ამ მუშაკებს ნაყოფი არ მოჰქონდათ. ის კი არა სცემდნენ იმ ადამიანებს, ვისაც ბატონი უგზავნიდა. მაგრამ მათ ჩამოერთვათ ეს ვენახი და გადაეცა სხვას.
ახაც ესეა. თუ ადამიანი ღვთისგან მინდობას სწორად გამოიყენებს, ღმერთი მას გაუმრავლებს და თუ არ გამოიყენებს, მაშინ ის ჩამოერთვა. ახლა ჩვენ რო არ გეგონოს, რომ ვიღაცა სხვაზეა ლაპარაკი, აი ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული დრო, გვაქვს გარკვეული ჯანმრთელობა თუ სხვადასხვა შესაძლებლობა. და გვიყურებს ღმერთი ჩვენ რისთვის გამოვიყენებთ, სულის გადასარჩენად გამოვიყენებთ თუ რაღაცა სხვა მიმართულებას მივცემთ. და თუ არ გამოიყენა ადამიანმა სწორად ეს, მაშინ შეიძლება ჩამოერთოს. შემთხვევით კი არ არის. ვიღაცა გავა კარგა ხანი და აი შეიძლება შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ წირვაზე მოვიდეს, ან დრო აღარ აქვს, რეალურად აღარ აქვს. ან დაუშვათ ჯანმრთელობა აღარ აქვს, ან და რატო ერთი მიზეზი, მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ სადღაც იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ რატომ აღარ მომეძლეო მე საშუალება ამის კეთების. იქნებ მაშინ, როდესაც ამის საშუალება მქონდა, არ ვიყენებდი ამას სწორად. აი მაგაზე უნდა დაფიქრდეს. ისე კი არა, რომ შემთხვევით ხდება, რომ ეხლა მე მინდა წავალ, მინდა არ წავალ. სადღაც დადგება ის, რომ შეიძლება გინდა წახვიდე, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არის. შეიძლება გინდა გააკეთო მარხვას, გინდა შეინახო, მაგრამ ამას ჯანმრთელობა აღარ გიწყობს ხელს. არა და როცა გიწყობდა ხელს, მაშინ არ აკეთებდი. როცა გქონდა დრო, მაშინ არ იყენებდი სწორად. როცა გქონდა ენერგია, მაშინ არ აკეთებდი. გრძელდება ადამისა და უბრალოდ მავატიეთ აბელისა და კაინის მსხვერპლ შეწირვა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს ერთხელ კი არ მოხდა. აი ჩვენ ცხოვრებას დავაკვირდეთ ესე იგი. როდესაც რაღაც საღვთო საქმეა აღსასრულებელი, პირველ ადგილზე ვაყენებთ იმას, თუ გადავწევთ და ჯერ ხორციელ საქმეებს მოვითავებთ. აბელმა ეს გააკეთა. ყველაზე საუკეთესო ცხარი შეწირა. კაინმა არ შეწირა ყველაზე საუკეთესო. და აღმოჩნდა, რომ ღმერთმა შეიწირა აბელისა და არ შეიწირა კაინის. კაინი ამაზე გაბრაზდა, შეშურდა. რატომ შეშურდა? იმიტომ, რომ კაინის ფონზე თვითონ დაიმცრო. არდა უფროსი ძმა იყო. წესით ჯერ მისი უნდა შეწირულიყო. აბელისაც რომ არ შეწირულიყო, კაინს სულაც არ ადარდებდა. ან მისთვის თავარის კი არ იყო, რომ ღმერთისთვის ემსახურა. მისთვის თავარი იყო, რომ სხვის ფონზე პატარა გამოჩნდა. აბელის ფონზე პატარა დაიმცრო და პატარა გამოჩნდა, იმიტომ რომ მისი არ შეიწირა და ეს ცხადად გამოჩნდა. სხვადასხვა გამოვლინებას ამბობენ წმინდა მამები. მაგრამ შინაარსი ერთ და იგივეა, გამოჩნდა ფიზიკურად, ერთნი ამბობენ, რომ ცეცხლმა დაწვა აბელის შესაწირავი და ამითი გამოჩნდა, მეორენი ამბობენ და კაინის არ დაიწვა, მეორენი ამბობენ, რომ აი ამ ცეცხლის კვამლი ზეცაში წავიდა აბელისა და კაინისა მიწას გაერთხა, საბოლოო ჯამში რაღაცა ხილულათაც გამოჩნდა, რომ ერთისა შეიწირა და მეორისა არ შეიწირა. და ეს მსხვერპლ შეწირვა გრძელდება. მაგალითად, ნოესთან დაკავშირებით წერია, რომ როდესაც კიდობნიდან გამოვიდნენ, ჯერ კიდობანში შედის, ღვთის კურთხევით აშენებს ამ კიდობანს და წერია, რომ როგორც ღმერთმა უბრძანა, ზუსტად ისე გააკეთა ნოემ და იქ ზუსტად დეტალებია ჩამოწერილი, ამდენი რა უნდა ყოფილიყო, რამდენი სიგრძე, რამდენი სიგანე, რამდენი კარი თუ სარკმელი თუ შედის ნოე მაშინ კიდობაში, როდესაც ღმერთი უბრძანებს. გავიდა ერთი წელი, წყალი დამშრალი, მაგრამ ნოე კიდობნიდან არ გამოდის, სანამ ღმერთი არ ეტყვის. და როდესაც ღმერთი ეტყვის, მაშინ აღებს ნოე კიდობნის კარებს. გამოდის და პირველ რიგში, აი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში რას გააკეთებს ნოე? კიდობნიდან გამოსული ნოე რას გააკეთებს? ააგებს სამსხვერპლოს და ღმერთს მსხვერპლს შეწირავს. ჩვენი ცხოვრებიდან მოდი ერთ-ერთი მაგალითი. ასეთი 1000 შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც დავუშვათ ადამიანი ერთი საცხოვრებლიდან მეორე ადგილზე გადავიდა. ჯერ რას აკეთებს? ხატების კუთხეს მოაწყობს და ღმერთს მადლობა შესწირავს.
რადგან ხო გერიმებათ რომ ეგრე არ იქნება. ჯერ ყველაფერს მოაწეს რიგებს ხო არა. ამიტომაც აი ნოეს მსხვერპლი ღმერთმა შეიწირა. ეხლა წარმოიდგინეთ იქ რა ხდება. წმინდა ცხოველებიდან ნოემ გამოარჩია და დიდი ცეცხლი ეს სამსხვერპლო მაგას გულისხმობდა და დააწყო ამ ცხოველები ზედ და წარმოიდგინეთ ადამიანს სახში რაღაცა პატარა რომ დაეწება როგორი სუნი დგება რა ოთახში და ახლა ამოდენა ცხოველი რო ერთად იწება ფიზიკურად აი რა სიმპრალე უნდა იყოს იწება კანა კი არის კი არა გემრიელი სუნი აი რომ უნდა დაიწოს დანახშირდეს ბოლომდე იქ წერია რომ ღმერთმა კეთის სურნელებად იყნოსაო ნოეს მსხვერპლი აქ ფიზიკურ კეთის სურნელებაზე კი არ არის აქ საუბარია იმაზე როგორც აბელმა შეწირა წარღვნამდე ზუსტად ისე შეწირა ნოემ იმ გულით შეწირა ისე გააკეთა ანუ პირველ რიგში ღმერთი დააყენა ახლა მოდი ა ブラ ამზე ვთქვათ ანუ მე რატო ამბობ აი ეს წმინდა მამები და დედები როგორ ემსახურებოდნენ ღმერთს როგორ გამოიარა ღვთის განგებულება ზარმაცების და დაუდევრების გზა კი არ გაიარა ა ブラ ამი 99 წლისა იყო როდესაც მას გამოცხადება ჰქონდა როდესაც მამრეს მოხართან იჯდა და სამი მგზავრი ნახა ეს სამი მგზავრი სინამდვილეში ანგელოზები იყო შემდგომში როგორც გამოწა ყველა წმინდა სამების ხატი ნახეთ ყველა წმინდა სამების ხატი ზუსტად იქიდან არის წმინდა ანდრია რუბლიოვმა იქიდან აიღო და მან შექმნა ეს ხატი და სამი ანგელოზი ადამიანების სახით და ა ブラ ამი ისეთი სტუმართმოყვარე კაცია რომ ვისაც არ უნდა გამოიარა შეიპატიჟებდა ფეხს დაბანდა გაუმასპინძლებდა და გააცილებდა და მან არ იცოდა ისე ისტუმრა უფალი და იქ უფალმა უთხრა რომ ერთი წლის თავზეო შვილი გეყოლებათ 99 წლის კაცს უთხრა და სარა ამ დროს 99-ისა იყო ანუ ა ブラ ამი 100-ისა იყო და სარა 90-ის როდესაც შვილი შეეძინათ აი ესეთი ნანატრი შვილი როდესაც ცოტა წამოიზარდა აი ჭაბუკობის პერიოდი რო ჰქონდა უფალმა უთხრა რომ წამოიყვანეო და შემომწირეო და ა ブラ ამი ნახეთ რას აკეთებს იქ ხაზგასმით წერია დილით ადრე დგება რომ წაიყვანოს და თავისი შვილი შესწიროს აი ეს დილით ადრე დგება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი რომ უფალი ყველაზე წინ დააყენა ანუ უფლის კურთხევა ყველაზე წინ დააყენა რომ დილით ადრიდანვე უნდა დაეწყო მისი შესრულება ეხლა ჩვენ შემთხვევაში აი რამდენჯერ ყოფილა რომ საღვთო საქმე აქვს ადამიანს გასაკეთებელი და იმას სადღაც დღის ბოლოს მოიტოვებს და მე ან შეასრულებს ან ვერ შეასრულებს და ან ვაი იმ შესრულებას მიფუჩეჩებით და ნაჩქარევად და თქნარებით ესე იგი და აი ეს მსხვერპლშეწირვა გრძელდება ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ რახან ჩვენს თავებს ჩაუთვალეთ რომ ახან შესრულდა ეგ მართლა ჩაგვითვალა ეგრე კაინმა ჩაუთვალა დრო შეწირა მაგრამ ღმერთმა არ ჩაუთვალა ეხლა ჩვენ ყველა შემთხვევაში ღმერთი ხო არ გამოგვეცხადება ამოდენა 8 მილიარდს დაიტყვის რომ ამისი შეიწირა და იმისი არ შეიწირა მაგრამ აბელისა და კაინის ისტორიას თუ ჩავხედავთ ჩვენი სინდისი გვეტყვის ვისი შეიწირა და ვისი არ შეიწირა ამას მიხვდება ადამიანი ვირა გულით გააკეთა ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავებს რომ ჩვენ ვწირავთ ისე როგორც აბელის წირავდა თუ იქნებ ისე როგორც კაინის წირავდა და ჩვენ მიხვდებით რომ ესე იგი რაღაც არის შესაძლებელი ჩვენში თორემ არ იქნებოდა ისე რომ ესე იგი ადამიანი კვირა დღეს წირვის ნაცვლად სხვა რამეს დააყენებდა წინ ადამიანი როდესაც დილით ადრე ადგებოდა პირველ რიგში ლოცვის ნაცვლად სხვას არაფერს არ დააყენებდა წინ როდესაც მარხვა იქ მარხვას დააყენებდა წინ და ასე შემდეგ ყველაფერში ასე მოიქცეოდა და სხვანაირად ქრისტიანობა არც არის ახლა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის ჯვარს ეცა მაგრამ ის რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის ჯვარს ეცა
ჩვენ შეიძლება ამან არაფერი სარგებელი არ მოგვიტანოს. თუ ჩვენც არ გამოვეხმაურეთ ამას ჩვენი მხრიდან, ის ყველასთვის მოვიდა და ყველასთვის ჯვარს ეცა. მაგრამ როგორ არის, მრავალია მოწოდებული, ანუ ყველაა მოწოდებული, მაგრამ მცირედია რჩეული. და ის რომ მცირედ რჩეულში მოხდეს ადამიანი, აქ ცოტა თვითონაც უნდა გაინძრეს. იმიტომ რომ ღმერთი არ არჩევს ესე. ეხლა ხო ამბობთ ხოლმე, რომ ძალიან დიდი უმსგავსობაა, რომ მშობელმა შვილები გაარჩიოს, მასწავლებელმა მოსწავლეები გაარჩიოს, მოძღვარმა მრევლის წევრი გაარჩიოს. აი რამხელა უზნეობა იქნება. და როგორ თუ ეს უზნეობა ადამიანის მხრიდან, ღმერთის მხრიდან როგორ მოხდება ეს? ხო, აი ფიქრის დონეზეც შეუძლებელია ეს რომ დაუშვარო. ღმერთი ვიღაცას გამოარჩევს, ანუ ღმერთი კი არ არჩევს იმ მცირედ რჩეულს, არამედ ადამიანებმა, ვინც ღმერთი თავის გულში გამოარჩიეს და პირველ ადგილზე დააყენეს. აი ისინი არიან რჩეულები. ისე რომ თვითონ ირჩევს ადამიანი ღმერთს. ეგრე არ არის, შევხედოთ აბა ჩვენს თავს, განა სულიერ მოვალეობას ყველა ერთნაირი მონდომებით აღასრულებს. შეიძლება ვიღაცას კიდევაც ეზარება, მაგრამ მაინც აღასრულებს. ვიღაცას ეზარება და არ აღასრულებს, აი ამ სიჟარმაცის დახვევა. ვიღაცა ხვდება, რომ ეს არის გასაკეთებელი ახლა, მაგრამ არ აკეთებს. და სხვა დროს შეიძლება ვეღარ მიხვდეს რა არის გასაკეთებელი. იმიტომ რომ სადაც ხვდებოდა რა იყო გასაკეთებელი, იქ არ აკეთებდა და შეიძლება წაერთოს ეს. ეს გონიერება შეიძლება წაერთოს მას, იმიტომ რომ არ იყენებდა ის სწორად. და როგორც წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ქრისტე ჩვენს გულებში უნდა დაიბადოს. ჩვენს გულებში უნდა აღიზარდოს და ქადაგება უნდა დაიწყოს. ჩვენს გულებში უნდა მოხდეს ჯვარცმა. როგორ ამბობს დავითმა ფსალმონი, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა, მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. აი ძნელად სავალ გზაზე რომ მოგიწევს გავლა, ქრისტეს სიტყვის გამო, ანუ შენ რომ ჯვარს ეცმები ქრისტეს სიტყვის გამო, მაშინ მოხდება ქრისტეს ჯვარცმა ჩვენს გულში. აი რაღაცა არის გასაკეთებელი, ძალიან გიმძიმს. აი შენთვის ტკივილია, წამება, მაგრამ ღვთის სიტყვა ეგრე გეუბნება და ეცდები რომ გააკეთო. და აი ამ ჯვარცმას, აი ამ ტკივილს აუცილებლად აღდგომა მოხვდება. აღდგომის სიხარული მოხვდება. ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა დავესწროთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. თუ შინაგანად არ მოხდა ეს, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ეს სიხარული მაინც ხორციელი იქნება. მაინც ესეთი იქნება, იმ მხოლოდ ჟრიამულის დონეზე იქნება და მეტი არაფერი. მაგრამ თუ ის მოხდა, რასაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, რომ ჩვენს გულში უნდა მოხდეს ქრისტეს სიტყვისათვის ჯვარცმა და შემდეგ აღდგომა, სულაც რომ აღდგომა დღე არ იყოს, ერთი ჩვეულებრივი დღე იყოს, აღდგომის სიხარული ადამიანის გულში ექნება. და ამიტომ ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს გულებს, ესე იგი, რა ხდება იქ, დაიბადა ქრისტე საერთოდ. იქნება არც დაბადებულა და ცარიელია ჩვენი გული. ან თუ დაიბადა, აღიზარდა და დაიწყო ქადაგება ჩვენს გულში. მაგრამ ერთ რამეს უნდა დავუკვირდეთ, როგორ დაიწყებს ქრისტე ჩვენს გულში ქადაგებას. ახლა მართლა უფალი ხო არ გამოგეცხადება, ადამიანის სახარებას თუ არ კითხულობს, საიდან გაახსენდება სახარებისეული მცნებები, რა უნდა უქადაგოს უფალი. თუ ჩვენ გვინდა რომ, ესე იგი, წიგნი არ გადავშალოთ და აბრაამივით, მოსესავით, ნოესავით ღმერთი გვეცხადებოდეს, ისინი ძალიან დიდები იყვნენ და მათ შეიძლება წიგნი არ გადაუშლიათ, მაგრამ მათ არ სჭირდებოდათ, იმიტომ რომ თავად ის ესაუბრებოდა, ვის შესახებაც ჩვენ უნდა წავიკითხოთ და რა თუნდოდა წიგნი. მაგრამ ჩვენ უნდა თავი დავიმდაბლოთ და ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ღმერთი ესე არ გველაპარაკება. ამიტომ უნდა თავი დავიმდაბლოთ და გადავშალოთ სახარება, გადავშალოთ წმინდა მამათა ნაწერები, რომლებმაც 10, 20, 30 და 70 წლობით განმარტოებით და მონასტერში გაატარეს, სულები განიწმინდას.
და მათ ღმერთი ესაუბრებოდა და მათ თავისი გამოცდილება წერილობითად დაგვიტოვეს და ადამიანმა ეს უნდა გამოიყენოს. თუ უნდა რომ კავშირი ქონდეს უფალთან და თუ უნდა რომ იმ ჟამს როცა რა იქნება გასაკეთებელი უფალმა ჩვენს გულში გვითხრას რომ აი ეხლა ეს არის სახარებისეულად ეს არის სწორი. და თუ ადამიანი არაფერს არ წაიკითხავს და მაინც იმის იმედზე იქნება რომ ეხლა მე უფალი გულში დამელაპარაკება, ესეთი თავს იტყუებს. ქრისტიანი წიგნის გარეშე, სახარების გარეშე, წმინდა მამათა ნაწერების გარეშე იყოს, ეს თავს იტყუებს. და რამდენი ჩვენგანი შეიძლება ესე ვიტყუებთ თავს. აი, შეიძლება რომ რამდენიმე დღე სახლიდან მშიერი გამოხვიდე. აბა ვინ იზავს მაგას, მაგრამ სულიერად მშიერი რამდენი გამოდის, ულოცველად, სახარების თუ წმინდა მამათა უკითხველად, რამდენი ჩვენგანი შეიძლება სახლიდან გამოდის და ეს იგივეა რომ სული გამოიფიტოს. მერე როდესაც სული იფიტება, ადამიანი ხო არის ხოლმე რომ ადამიანი რომ დაავადდება, მადას რომ კარგავს, მადას კარგავს და საერთოდ ის რომ ჩვენ არაფრის წაკითხვა არ გვინდა, ეგ ნიშანია იმისა, რომ რაღაცა ვერ არის ჩვენში. აი ეს სიმპტომი რომ ადამიანი მადას კარგავს, ხო არის უკვე ნიშანი იმისა, რომ რაღაცა ვერ არის ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელად. და ის რომ ჩვენ სულიერი მადა გვაქვს დაკარგული და არაფრის კეთება არ გვინდა, ეგეც ნიშანია რომ ჩვენში რაღაცა ვერ არის კარგად. მაგანაც უნდა დააფიქროს ადამიანი. და როდესაც მოხდება ქრისტეს აღდგომა ჩვენს გულში და ეს უდიდესი სიხარული ადამიანის გულში ჩაეღრება და ეს წმინდა მამებს გამოუწვიათ და ქრისტიანებსაც უბრალოდ ადამიანებსაც გამოუწვიათ, იმიტომ რომ ღმერთი იმ დოზით რაც ადამიანს სჭირდება, იმ სიხარულსაც აჩვენებს. იმ სიხარულს აჩვენებს. ოღონდ ის იმ სიხარულის ნაპერწკალია, რაც ადამიანს სასუფეველში ელოდება. მაგრამ როდის აჩვენებს ამ სიხარულს, ეს არაფერზე და არავიზზე არ არის დამოკიდებული. ზოგჯერ ჩვენ გონია, რომ ახლა შობის დღესასწაული მოდის და რაღაცნაირად ველოდებით, რომ გულში ძალიან დიდი სიხარული უნდა გქონდეს. და შეიძლება ეს სიხარული არ გქონდეს. იმიტომ რომ ღმერთი როდის მოიხილავს ადამიანის გულს, ეგ არავინ არ იცის. შეიძლება სულაც არ იყო არც ტაძარში, შეიძლება სულაც სხვა რაღაცას აკეთებდა, მაგრამ გულში რაღაცა დიდი სიხარული იქნა. ეს მან იცის, როდის გამოგიგზავნოს ის ნიშანი. და როდის გაუღებს ადამიანი ღმერთს გულის კარებს, როდის დაიბადება ღმერთი ადამიანის გულში, ერთ-ერთი ნიშანი რა იქნება? აი როგორც ბეთლემის მოსახლეობამ არ გაუღო არც ერთმა ოჯახმა კარი მართალი იოსებს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ადამიანს გაუღოთ გულის კარი, აი ეგ იქნება ერთ-ერთი ნიშანი, რომ უფალი ჩვენში შემოდის, ჩვენს გულში იბადება. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ადამიანი რომელიც ამბობს, რომ ღმერთი მიყვარსო და ადამიანი არ უყვარს, ეს ცრუობსო, რადგან ადამიანი რომელიცაც ხედავ და ის თუ ვერ შეიყვარა, ღმერთი რომელსაც ვერ ხედავ, როგორ შეძლებ მის შეყვარებას? და თუ გინდა რომ ღმერთი გიყვარდეს, უნდა ჯერ ადამიანი შეიყვარო. ადამიანს გაუგო, ადამიანი დააფასო, ადამიანი შეიბრალო, უბრალოდ შეიბრალო. აი დღეს ესეც გვაკლია ჩვენ. ადამიანი შეიბრალო და მის ადგილას დააყენო საკუთარი თავი. და ისე მოექცე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცეს. ან ის, ან სხვა. ახლა მაგალითად როგორი ყინვებია, ხო, როგორი ესეთი და სასტიკი. მაგრამ ადამიანი თბილად რო წება, უნდა ახსოვდეს, რომ ვიღაცა შეიძლება სცივა. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი რო რაღაცას გემრიელად მიირთმევს, უნდა ახსოვდეს, რომ ვიღაცა შეიძლება შეაეხლა. ან ჯანმრთელი როა და თავს იწონებს რაღაცეებით.
უნდა ახსოვდეს, რომ ვიღაცას იქნება როგორ უჭირს ძალადყოფაში, იქნება საპატიმროში, იქნება როგორ უჭირს. მაგრამ ადამიანი იმდანაც ეგოისტი გახდა, რომ ესე იგი მხოლოდ საკუთარ კარგად თუ ცუდად ყოფნაზე ფიქრობს. ამიტომაც გულში სიხარული არ არის. იმიტომ რომ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. თვითონ როგორ კარგადაც არ უნდა იყოს, ან როგორ ცუდადაც, ეს სიხარულს არ მოიტანს. სიხარული მოაქვს სხვაზე ფიქრს. სიხარული სიყვარულს მოაქვს, როგორც წმინდა მამები ამბობენ. სიყვარულს მოაქვს, სხვაზე ფიქრსა და ზრუნვას მოაქვს. ალბათ ყველას გამოგვიცდია, რომ ესე იგი, როდესაც სხვისთვის გაირჯები და რაღაცას აკეთებ, სიხარული მოდის გულში და რაც უფრო მეტად იწვალე იმ გარჯის დროს, მით უფრო მეტი სიხარული მოდის. იმ სიხარულს სხვა საფუძველი არ აქვს, არაფერი არ გიყიდია, არც უჩუქებიათ, არც არცადარ გამე ისეთი წარმატება არ მომხდარა. უბრალოდ იწვალე, გაისარჯე, დრო დაუთმე, ენერგია დაუთმე, რაღაცა გააკეთე და ვიღაცას მოეფერე ამით. და ნახავ, რომ როგორი სიხარული შემოდის გულში, ძალიან დიდი სიხარული. აი ამ სიხარულს არ შეედრება არაფერი ხორციელი სიხარული. იმიტომაც ამბობს წმინდა მამა პაისი ათონელი, რომ როდესაც ჩვენ რაღაცას გვჩუქნიან, ჩვენ ხორციელად გვიხარია, მაგრამ როდესაც ჩვენ ჩუქნით, ჩვენ სულიერად გვიხარია. და რამდენადაც აღმატებულია სული ხორცზე, იმდენად დიდია სიხარული სულიერი ხორციელ სიხარულზე. მერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ქრისტესთვის გული გაგვეღოს, ესე იგი თითოეული ადამიანისთვის გული გაგვეღოს და ქრისტე დაბადებული იყოს ჩვენს გულებში, აღზრდილი იყოს, ეწყოს ქადაგება და ჩვენც გამოგვევლოს აი ამ სიტყვის გამო რაღაცა გზა ძნელი და ვიწრო და ეკლიანი და ამ ყველაფრის ბოლოს არის ქრისტეს აღდგომა. და ამ ყველაფრის ბოლო არის ადამიანის მარადიული სიხარული და აი ეს მოგვანიჭოს ღმერთმა სიყვარულს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი მანამდე ვერ შევხვდეთ და ამიტომ ამბობ, რომ ქრისტეშობის დილას, აი 4 შაბათ დილით, ჩვენ 10 საათზე ვიკრიბებით ხოლმე. და არის ხოლმე სადღესასწაულო მსვლელობა არილო, ქრისტეშობის სადღესასწაულო მსვლელობა. ეს არის ქრისტეს მახარებლობა, ქრისტეშობის მახარებლობა არის, რომ ადამიანები, პატარები თუ დიდები ქუჩაში მიმოდიან და მოსახლეობას ახარებენ ქრისტეშობას. და ეს საზეიმოა ამ ბავშვებისთვისაც ხოლმე თუ დიდებისთვის, ვინც იქნება. სხვადასხვა ერთ-ერთი ესეთი მსვლელობა იყო და აქ რომ მოდიოდა ხოლმე ენგრესა ქვია, ზემოთ ცხოვრობს. მთელი გზა, როგორც აი პატარებმა იარეს, მთელი გზა მან ისიც არ გაჩერებულა. ხანი გავედით ზემოთ საკათედრო ტაძართან, შემოვიარეთ და აი ბოლომდე მხნეთ და ვაშკაცურად მოუყვებოდა გზას და ახარებდა ქრისტეშობას და ერთმა გაახაროს მისი გული. ჩვენთან არის ღმერთი.